Honeywell Cement კასპში 70 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს. პროექტი კლინკერის წარმოების და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის სიმბოლური ჩადების ღონისძიება დღეს გაიმართა. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინვესტიციით Honeywell Cement განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის ფარგლებში კლინკერის დღიური წარმადობა 1200 ტონით გაიზრდება. ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ნაწილობრივ არსებულ ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებს, უზრუნველყოფს, რომ კლინკერის წლიური წარმადობა 400,000 ტონით იქნება გაზრდილი, შედეგად კლინკერის წლიური წარმოება ჯამურად 2,7 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად კომპანია აშენებს ცემენტის დაფქვის ახალ თანამედროვე ხაზს, რომლის წარმადობაც საათში 70 ტონა იქნება. Honeywell Cement გაფართოებასაც ანონსებს, როგორც კომპანიის დირექტორი დავით ჯუღაშვილი ამბობს, დაგეგმილია ცემენტის ქარხნის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში და ასევე ბეტონის ქარხნების ქსელის განვითარებაც. Honeywell Cement ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400,000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითქმარი, ჩვენს საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე შეუფერხებლად მოამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს. ის პროექტები, რომელიც ალბათ რაღაცა შეიძლება ყველა საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჯერ კიდე არ მომხდარ, ესენი არის პორტები, ჰიდროელექტროსადგურები, ახალი აეროპორტი, პროექტები, რომელზეც ჩვენ ქვეყანაში ბევრი ლაპარაკი მიდის და იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება. ამისთვის ვემზადებით ჩვენ, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ მივაწოდოთ ის ცემენტი და ის ბეტონი, რომელიც ამ პროექტებს დაჭირდება და ამიტომ ვამატებთ არა მარტო კლინკერის წარმოებას, რომელიც ჩვენ მათ ერთ-ერთი კლინკერის წარმოება ქვეყანაში, არამედ ასევე წისქვილის მოცულობებს და ჩვენ გავზრდით წისქვილის მოცულობებს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე დასავლეთ საქართველოში. სტუმრებს შორის არის ყველაზე დიდი სოფლიოს ყველაზე დიდი ცემენტის წარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომელსაც აინტერესებთ ჩვენი თანამფლობელები გახდნენ და ეს რა თქმა უნდა თუ მოხდა კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაგვიყვანს ჩვენ როგორც კომპანიას. კლინკერის წარმოების და მოხდება 400,000 ტონით წლიურად და მიაღწევს 2 მილიონ ტონას, ხოლო ცემენტის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 450,000 ტონით და 2,7 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ხედვით, ჩვენი ანალიზით ქვეყანა შევა ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ფაზაში.